გამარჯობა. დღეს ჩვენ ვნახავთ აი ამ პოზიციას კი არა და ანუ დღეს ჩვენ შევდივართ ჭადრაკში და ალბათ გახსოვთ პოსტი აი ამ მკვლელი მეფის. ალბათ გეხსოვნებათ და დღეს განახებთ თამაშს, სადაც ეს მივიღე. ხო, ეხა თამაში იმიტომ შევედი, რომ შეიძლება ზოგიერთს ტყუილი გეგონოთ და სხვისი იუთუბერიდან იყოს გადაღებული. დღეს ჩვენ ვნახოთ თამაში როგორ მოვიპოვე იგი. აი ეს თამაში არის მე მგონი. კი ეს არის. ეხა მოვიხილავ ამ პარტიას. Way to go. You took the advantage when you saw your chance. მოიცა ხმა გავთიშოთ, იმიტომ რომ ანუ მე ავხსნი რას თითოეულს. აი როგორც ხედავთ ეს შედეგები არის 1 მშვენიერი სვლა, 11 საუკეთესო, 17 შესანიშნავი, 7 კარგი, 2 წიგნი, უზუსტესობა 4, შეცდომა 1, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა 8, ხოლო უხეში შეცდომა არც ერთი არ მაქვს. მოდი მოვიხილოთ. პირველ რიგში წიგნი არის E4, E5, ანუ წიგნები არის დასაწყისვლები. ხო, შემდეგი სვლა მე წიგნი აღარ არის ეს როგორც ხედავთ. ხედარმა პაიკი მოკლა, მე პაიკი მოვკალი, მან აწია F პაიკი, 2 უჯრით წინ. მე კუ გავწიე, ის დამემუქრა, მე მხედარი მოვკალი. ნუ ეს დიდად კარგი არ არის, მაგრამ მეფის ხაზი რო გავხსენი, მაგიტო გავაკეთე ეს. ხო, აქ პაიკი უნდა მომეკლა, რადგან დაუცველი იყო, მაგრამ ლაზიერის გამოშვებას აქ არ ვაპირებდი. ხო, აქ ძალიან ცუდი შეცდომა დაუშვა, ჩემმა მოწინააღმდეგემ, რადგან როგორც ხედავ, უფასო კუ მომცა. მე კიდე მხედარი ჩავაფარე, იმიტომ რომ ვერ შევამჩნიე და 8 წამი დავხარჯე ამ უაზრობაში. ხო, მერე მან ქიში გამომიცხადა, მე რა თქმა უნდა ჩავაფარე ფიგურა, ის ჩაბრუნდა უკან, რომ პაიკის მოკლა ჯობდა, მეც არ უნდა მომეკლა, ქიში უნდა გამომეცხადა. რამდენი უფასო პაიკი გამოვტოვეთ მე და მოწინააღმდეგე. რა ვიცი, ესეთი შემთხვევა არ მქონია. შემდეგ მხედრით მოვკალი ეს პაიკი. ზუსტად არ ვიცი რა, არ მახსოვს რას ვაპირებდი, მაგრამ კარგია, მოიცა. მხედარი გავცვალე. ნუ აქ სხვა უკეთესად შეიძლება და აქ მეორე უხეში შეცდომა დაუშვა. პაიკით არ უნდა მოეკლა, მე პაიკით მოვკალი ეს კუ. რამდენი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, ანუ ამდენი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა მქონია. არც მე და არც მოწინააღმდეგეს ალბათ. მე რავი კუ გამოუშვი, რადგან როქის გასაკეთებლად თუ პაიკი აღარ ყავს, ან პაიკებიც ამან მეფის რა როქისთვის და თუ პაიკები არ ყავს, შეგიძლია კუ ჩააყენო. ოღონ ეს მარტო გამოშვებისას, რო გამოუშვება ახლად. ხო, აქ ერთი ფიგურა მქონა დარჩენილი ჩასაფარებლად მხედარი და მე მაინც როქი არ დავკარგე. მე ის გავაკეთე, შემდეგ მან ლაზიერი გამოუშვა, შემდეგ მე ქიში გამოვაცხადე, როგორც ხედავთ, აი ეს ხაზი რო გავხსენი. მერე მეფე წავიდა, ამოვიდა ზევით, შემდეგ მე ლაზიერს დავემუქრე, ეტლი არ მადარდებდა. ლაზიერი გაიქცა, მე ქიში გამოვაცხადე. მეფე წავიდა. აქ ლაზიერი მომიგია, მე კიდე ვერ შევნიშნე. ნუ ახლა ეს ეტლი ავწიე რა ჩემთვის და აქ დავპანიკდი, გული გამისკდა, რას გავაკეთეო ჩანგალიარსო, მაგრამ მხედარი რო დავინახე E4-ზე ძალიან გამიხარდა, რადგან შეიძლება მოწინააღმდეგე ვერ ხედავდა, ამიტომაც მე კუთი მოვკალი. აი კი. ხედრით რომ მომეკლა, ახლა დაინახავდა და არაფერს არ იზავდა, ამიტომაც კუთი მოვკალი. მერე მან როგორც ჩანს არ დაუნახია მხედარი და მე მოვკალი ლაზიერი. ნუ ეს ძალიან გამიხარდა. აი შემდეგი სვლა არის ქიში, გავიქეცი,
შემდეგ მეორე ეტლი გამოუშვა, მე გავცვალე. და შემდეგ კუს დავემუქრე, რომ შემდეგ ის ჩემ ხედარს დაემუქრა. და მე კუ მოვკალი, არ ვაკვირდები ხოლმე ხშირად. მან ხედარი მოკლა, მე პაიკი, მან ქიშით მოკლა პაიკი, მე რა თქმა უნდა მეფე გავეკეცი. შემდეგ ეტლი წავიდა, რადგან მოვკლავდი, პაიკი მოვკალი, მან ქიში, მე პაიკი მოვკალი. იმანაცია არდა შეძო უფას პაიკი აიყვანა. მე ლაზიერით მოვკალი პაიკი, ქიში წავედი, მერე მეფე მოვიდა წინ. ამ მოთამაშემ ბევრი შეცდომა დაუშვა, ამიტომაც გამმარტივდა მკვლელი მეფის მოპოვება. რეიტინგი ზუსტად ჩემნაირი ჰქონდა, თითქმის. შემდეგ მე ეტლი მოვკალი. შემდეგ პაიკები გაიჭედნენ ხასზე. მერე მე ეტლი წამოვწია, შემდეგ ის მან მეფე ქვევით ჩაწია, მე ქიში. სხვა გზა რქონდა, წავიდა მაგუჯრაზე, მე ქიში გამოვაცხადე. მოკლა პაიკი. მე აქ ვიფიქრე, არ ნორო ნებდებიან, ეგ იწვევს სირთულეს და ამიტომაც მე აქ დავაპირე მკვლელი მეფის გაკეთება, რადგან ცოტა ფიგურა ჰქონდა და არჩევსი პირდაპირ სამათი. ხო, მე ესე მივყევი ხაზზე. მე ეს პაიკები მივეცი, იმიტომ რომ უჯებს ბლოკავდნენ ისე, რომ არ მინდოდა რომ პატი დასრულებულიყო. შემდეგ ჩავკეტე მეფე. შემდეგ რა თქმა უნდა მეფით წავედი წინ. და ბოლოს ლაზიერი მივწიე უკან, მეფით ქიში გავხსენი და ამ თამაშის შემდეგ მე მივიღე მკვლელი მეფე. კარგი, დღეისაც კიდე სულ ეს იყო, აუცილებლად არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქებდა და არხისგან გამოწერა. მე კიდე ამით დაგემშვიდობებით.